ხუთი დღე თვითმმართველობის არჩევნებამდე. როგორია მოლოდინები და პოლიტიკური პარტიების გეგმები. ოპოზიციის ნაწილი კვლავ მშვიდობიან დამხობაზე საუბრობს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს ოპოზიცია ხელისუფლებას გადაიბარებს, რის შემდეგაც ტექნიკური მთავრობა შეიქმნება. რაც შეეხება სხვა პარტიებს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ აქციაზე გასვლას არ გამორიცხავს ლელო. გახარია საქართველოსთვის კი რადიკალურ მოწოდებებს ემიჯნება. შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც დარწმუნებულები არიან, რომ თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციის დასასრული იქნება. ქართულმა ოცნებამ უპირობოდ უნდა დათმოს ძალაუფლება, იმიტომ რომ მას აღარ ეკუთვნის ის და უნდა დაუბრუნოს ის მართლა ვისაც ეკუთვნის. ეს არის ქართველი ხალხი. საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში გამოდიან იმიტომ, რომ ისინი არიან უკმაყოფილო, გაბრაზებული და შეურაცხყოფილი იმ გადაწყვეტილებების გამო, იმ საქციელის გამო, რომელიც ქართული ოცნების პარტიამ გადადგა. ასევე ეს აქცია დაანონსეს სხვადასხვა პოლიტიკოსებმა და პარტიების წარმომადგენლებმა და რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია დანარჩენი. საქართველოში ძალადობა ეს არის რუსეთის სტილი. ჩვენ კი 4 ოქტომბერსაც ხაზს გასმით, ვიქნებით მშვიდობიანები და ჩვენი ყველა მოქმედება იქნება არაძალადობრივი, მაგრამ 4 ოქტომბერი ნამდვილად შეიძლება იყოს და მჯერა იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება, თუ ყველანი ერთად მშვიდობიანად და არაძალადობრივად ვეთყვით წადის ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას. ჩვენ 4 ოქტომბერს არ ვიქნებით წარმოდგენილი ამ აქციაზე. ჩვენთვის 4 ოქტომბერი ეს არის ცვლილების დაწყება თვითმმართველობის რიგებიდან და ეს არის მშვიდობიანი ფორმით ბრძოლა და ეს არის რა თქმა უნდა არჩევნები. მიუღებელია და დაუშვებელია ნებისმიერი რადიკალური ან ძალადობრივი სცენარის განვითარება ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს აძლიერებს ოცნების რეჟიმს. დაუშვებელია ასევე იმ წრფელი ემოციების და ძალისხმევის გამოყენება პარტიული ინტერესების გაძლიერებისთვის, რომელიც არის ხოლმე რუსთაველზე. როდესაც არჩევნებით ვერ ხდება, როცა არჩევნებში არ იღებ მონაწილეობას, გამოსავალი რა არის? გამოსავალი არის არაარჩევნების გზით, ანუ ანტისახელმწიფოებრივი, არაკონსტიტუციური გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რაზეც იქნება შესაბამისი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. სისტემური თვალსაზრისით ქვეყნის მასშტაბით არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება. ჩატარდება ჩვეულებრივ მშვიდობიანად ეს არჩევნები. ვინც ემზადება დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის, ძალმომრეობისთვის, ბუნებრივია, რომ სახელმწიფოსგან ისინი აუცილებლად სათანადო ადეკვატურ პროპორციულ პასუხს მიიღებენ, ცდილობენ უკვე რაღაცა შეთანხმებული ქსელებით, სადაც არ უარყოფენ ფაქტიურად ურთიერთობას ბურჭულაძე და იქ ბაჩო-ახალაია, გაშიფრულია ამ ქსელის ერთმანეთთან ურთიერთობა, ცალკეული დესტაბილიზაციის სურვილი გააჩნიათ ამ ერთი მუჭა რადიკალებს. 4 ოქტომბერს ვერავინ წაართმევს ქართულ ხალხს არჩევანის უფლებას. არჩევნები ჩატარდება მშვიდ ვითარებაში,